საარჩევნო კოდექსის მიხედვით პოლიტიკურ პარტიებს აქვთ პირდაპირ მოთხოვნა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ 15 ვადაში მათ უნდა ჩამოხსნან თავისი სააგიტაციო მასალა, რაც იგულისხმება იმაში, რომ უნდა ჩამოხსნილიყო ბანერები და დიდი პლაკატები, თუ იქნებოდა ესეთი რამ გამოფენილი სააგიტაციო სტენდებზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე ელექტრო გოძებზე გაკრულ სააგიტაციო პლაკატებს, რომელიც იყო კოალიციის სააგიტაციო მასალა, ამასთან დაკავშირებით უშუალოდ ვალდებული იყო გამგეობა, რომ ჩამოეხსნა აღნიშნული მასალა და დასუფთავების სამსახურს კონკრეტული პრობლემა მოეგვარებინა, თუმცა წინა გამგეობის პირობებში ეს არ მოხერხდა. ჩვენ ვიცით, რომ მივიღეთ ახალი გამგეობა, მივიღეთ ახალი თანამდებობის პირები, რომლებიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ამ პრობლემას აღმოფხვრიან. ორი ახალგაზრდული მოძრაობა დროა ამ პრესკონფერენციით მიმართავს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს. რათა მათ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მოახდინონ მათ მიერ განთავსებული წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა. აღნიშნული მუხლი ავალდებულებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ საარჩევნო შედეგების საბოლოო გამოცხადებიდან 15 დღის განმავლობაში ჩამოხსნან სააგიტაციო მასალები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 ოქტომბერს გამოაქვეყნა შემაჯამებელი ოქმი, შესაბამისად 4 ნოემბრამდე მათ უნდა ჩამოეხსნათ ეს სააგიტაციო მასალები, მაგრამ დღემდე ისინი ამოყალიბებულია ქალაქის ქუჩებში. შესაბამისად ჩვენ ვთხოვთ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ დაუბრუნონ ქალაქს პირვანდელი იერსახე. ჩვენს აზრით ეს არის მათი არა მარტო იურიდიული, არამედ მორალური პასუხისმგებლობაც, იმიტომ რომ ზოგადად საქართველოს საზოგადოება ისე ზედმეტად პოლიტიზირებულია და ეს დამატებით გამაღიზიანებლები აღარ არის საჭირო. შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ ისინი შეისმენენ ჩვენს თხოვნას. აღნიშნული მიმართვა მიიღო ყველა იმ პოლიტიკური პარტიის და პოლიტიკური სუბიექტის ოფისში, რომლებიც მონაწილეობდნენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.